ქარელის სოფელ ატოცში მავთულხლართებთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. მათ ამ ფორმით რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ანალოგიურია. მათი აზრით მსგავს სიტუაციებში პოლიტიკოსების გარდა მოქალაქეების აქტიურობაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ ჩვენს მიწაზე, სადაც გვიტევს რუსი ოკუპანტი. და ჩვენ ყველანი ვართ ერთად იქ, სადაც ჯერ კიდევ საქართველოა. და მარაჯამს იქნება საქართველოს, სანამ ქართველიერი ვიქნებით გაერთიანებულნი. ჩვენ ტერიტორია არის ოკუპირებული და ეს ოკუპაცია გრძელდება ყოველდღიურად თითქმის. ამიტომ მოვედით მე და ჩემი მეგობრები, რომ ეს გავაპროტესტოთ ეს ყველაფერი და ამით საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ აქ და დადგნენ. დღეს როცა ირგვლივ უკრაინაში, თუ გინდა ვენესუელაში ირგვლივ არ არის ცოტა შორს. ხდება ეს გლობალური ბრძოლა თავისუფლებისთვის. ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი აზრით ოკუპაციის აზრი. რეალურად ეს საქართველოა ყველამ ვიცით. უბრალოდ ვანახეთ ჩვენ რომ ამ სოფლელებს თუ გინდა და დანარჩენ მოსახლეობასო ჩვენ მათთან ერთად ვართ და თუ საჭირო იქნება ჩამოვალთ ყველანაირად ეს იქნება შეიარაღებული თუ დროშებით, მშვიდობიანად თუ აგრესიით და დაუდგებით გვერდს. მავთულხლართებთან გამოთქმული პროტესტით ოსური პრესაც დაინტერესდა. ჟურნალისტებმა აქციის გადაღება რუსული საგუშაგოებიდან სცადეს, რის გამოც აქციის რამდენიმე მონაწილემ ეგრეთ წოდებული საზღვრის გარღვევას სცადა. აქცია არა ოკუპაციას ატოცელი ქალბატონებისთვის დედის დღის მილოცვით დასრულდა.